მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერში დაბრუნდით კვლავ PKTV-ის უფლებადამცველი საათი და ჩვენ მისი უცვლელი წამყვანები ბატონი გიორგი თევზაძე, მოგესალმებით გიორგი და მე ჟურნალისტი ქეთ სესიაშვილი. ერთი ცვლილება არის ჩვენთან. ჩვენ ერთი 3 კვირაა ეთერში არ გავსულვართ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ტელევიზიაში რეორგანიზაცია მოხდა და ამ რეორგანიზაციასთან ერთად კიდევ ერთი სიკეთე თბილისიდან რუსთავ ქალაქში გადმოვიდა PKTV-G, ჩვენი ტელევიზია. იმიტომ რომ ალბათ უკეთესი პირობებია აქ და ჩვენ რუსთავ ქალაქიდან მოგესალმებით. Რა თქმა უნდა PKTV-G ეს გადის საქართველოს მასშტაბით და არა მარტო საქართველოს მასშტაბით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმიტომ რომ ჯერჯერობით ისევ ინტერნეტ სივრცით ვართ, თუმცა სულ მალე პირდებიან რომ პირდაპირ ეთერით მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებას საქართველოშიც და ალბათ ღმერთმა ქნას და შემდგომ საქართველოს ფარგლებს გარეთაც, მაგრამ ინტერნეტ ტელევიზია ისევ დარჩება ინტერნეტ სივრცეში. მე მინდა ხელახლა წარმოგიდგინოთ ბატონი გიორგი თევზაძე მთელი თავისი რეგალიებით. ახლა უნდა წავიკითხო, შპარგალკა უნდა მოვიშვედიო ბატონო გიორგი, იმიტომ რომ მე როგორც წესი სულ მავიწყდება თქვენი რეგალიები. ეს არის ბატონი გიორგი თევზაძე, ადვოკატი, უფლებადამცველი, კოალიცია თქვენი უფლებებისათვის თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვეტერანთა ომბუდსმენი, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და კიდევ მინდა გითხრათ, რომ კოალიცია თქვენი უფლებებისათვის მან აი აქ შეიქმნა თუ თქვენმა უფლებებმა აი თქვენი უფლებებისათვის შეიქმნა საზოგადოებრივი კონტროლის საბჭო. და მონიტორინგის საბჭო, გილოცავთ ბატონო გიორგი, თქვენ ხელმძღვანელობთ ამას და მაგრამ ეს არის ძალიან დაპირთა საზოგადოებრივი დაპირთა ხალხოქეთი, იმიტომ აუცილებლად სამოქალაქო სექტორმა გაარავითაროს სამოქალაქო კონტროლი საზოგადოებაში, ანუ ხელისუფლება ყოველთვის აკონტროლოს სამოქალაქო სექტორს. სხვა შემთხვევაში ჩვენ როცა ვხედავთ, რომ ხელისუფლება მიშვებულია და ხელისუფლება მას კონტროლი არავინ არ აქვს, ხედავთ რომ ერთმანეთს არ აკონტროლებენ, პირიქით აკონტროლებენ კი არა არის შეხმარებული როგორც აღმასრულებელი ისე საკანონმდებლო ხელისუფლება, რომ ერთი ბირთვია ორივე, აქ აუცილებელია რა თქმა უნდა გარკვეული კონტროლი, რომ მათ მიერ ვთქვათ იმ ქმედებებზე ნაბიჯებზე ვთქვათ სწორია თუ არასწორია, საზოგადოებაში შეაფასოს და რა თქმა უნდა დაიდოს დასკვნები და სამოქალაქო სექტორმა თავისი სიტყვა თქვათ. ეხლა მე გასაგებია რომ პარლამენტში არის ოპოზიცია ნაციონალ-მოძრაობის სახით, თუმცა მისი ავტორიტეტი იმდენად დაცემული და ზომია, რომ მათ მართალი სიტყვაც კი საზოგადოებაში არ ითქმება, როგორც ვთქვათ, არასათანადოდ და უბრალოდ აგრესიას იწვევს. აქედან გამომდინარე, უნდა გამოჩნდეს რაღაც ძალა, რომელიც თავის შეაფასებს მათ ქმედებებს და დაგეს შესაძლებლობით დასკვნებს. ძალიან კარგია. და ამიტომ შეიქმნა ეს და მე ანუ მაკონტროლებელი შეიძლება იყოს. მაკონტროლებელი არა, ეს არის სამოქალაქო სექტორის კონტროლის მექანიზმი, რომელიც ვთქვათ, მე მოგეხსენებათ, რომ იყო ასეთი კონტროლის მექანიზმი ჯერ კიდევ 2000 წელს იუსტიციის სამინისტროში, როდესაც მე ვიყავი საბჭოს წევრი და მაშინ ჩვენ მქონდა თვითონ სამინისტრო შექმნა იმ პერიოდში და საერთაშორისო ორგანიზაციების ის იყო რა ქვია რეკომენდაცია, რომ ჩვენ მქონდა საჯარო ახსნების დაწესებულებებზე კონტროლი. ანუ შევდიოდი საჯარო ახსნების დაწესებულებებში, პატიმართა მდგომარეობას ვეცნობოდით, ვიღებდით ინფორმაციას, ვამუშავებდით, წავუდგენდით სამინისტროს კოლეგიაში მეთოდით მონაწილეობას და გარკვეულწილად ბერკეტები დაგვაჩნდა. ამ შემთხვევაში ვინაიდან თვითონ სამოქალაქო სექტორმა შექმნა ეს კონტროლის მექანიზმი, აქ ჩვენ თავისუფალი ვართ, ჩვენ არაფერი არ ვსრულდებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვეყოლება ჩვენი წარმომადგენლები რეგიონებში, როგორც დღეს ყავს, როგორც სხვა ფუნქციას ასრულებენ, უბრალოდ მათ დაემატებათ ის ფუნქცია, რომ გამოითხოვენ ამათონ დოკუმენტაცია საჯარო ვთქვათ ინსტიტუტიდან, ანუ ორგანოდან შემოსული განცხადების გადაამოწმებენ კიდევ ერთხელ დააკვირდებიან ადგილობრივი ხელმძღვანელობის, ვთქვათ რაიონული ხელმძღვანელობის მუშაობას, რა პრობლემები აქვს რაიონს, რა პრობლემები აქვს მოსახლეობას, რა საკითხები არის წამოსაჭრელი, ის კი არა რომ ვთქვათ რაიონის ხელმძღვანელობა ვთქვათ კოლოსალური თანხები აიღოს იქ ჯარიმის ხელფასისა და დანამატის სახით არა. აქ საუბარია იმაზე, რომ რა უჭირს თითოეულ მოქალაქეს. და ეს საკითხი შევისწავლოთ, შევაფასოთ, შემდეგ წელიწადში ერთხელ იქნება იგეგმება ყოველ შემთხვევაში პრეზენტაცია, გაკეთება ანგარიში, სადაც მოწვეული იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციის
წარმომადგენლები, ჩვენი მეგობარი ორგანიზაციის წარმომადგენლები იქნებიან დიპლომატიური კორპუსი, თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები და თავად გავაცდოთ ამ საკითხებს, რომ რეაგირება მოხდეს, თორე ხა სხვა შემთხვევაში თუ ვიღაცა არ მიუთითებს იმ დარღვევებზე, რასაც ხელისუფლება თქვათ მოსდის, ახლა მოდი თქვათ რომ არც ერთ ქვეყანაში, რომელი დემოკრატიული ქვეყანაც არ უნდა იყოს, ყველა ხელისუფლებას სჭირდება კონტროლი. სხვა შემთხვევაში ზედმეტი ძალაუფლებას ქმნის. ნებისმიერ ხელისუფლებას, მithomდეს ჩვენ ხელისუფლებას, რომელიც ესე იგი წინასაარჩევნოდ არიან მოქალაქეები და არჩევნების შემდგომ დიდი პირები. არა, კონკრეტულად ლისტვის მოვიდა ხელისუფლებაში ის დღემდე ვერ გააღვიოს სამწუხაროდ. მაგი დანაპირები რაც ქონდათ საზოგადოებისათვის მიცემული, ანუ წინასაარჩევნო ჩვენ კარგად გვახსოვს ჩვენ არ დაგვიწყებია ეს არ დავიწყებთ ჩვენ არ დაგვიწყებია თუ რა დანაპირებებით თქვა მოვიდნენ ხელისუფლებაში. ის უკვე დაავიწყდათ. თუმცა აცხადებენ რომ მათ უკვე შეასრულეს ეს დაპირებები ფაქტობრივად, მაგრამ ჩვენ ახლა თუ იმას ხედავთ დანაპირის შესრულებას რომ თქვა 3 კაც 4 კაც დააკავეს თქვა საკონდეში გულავა და ისო ქვია მერაბის და ასე შემდეგ, თუმცა იქაც ხედავთ რომ სასამართლოა მაგ ფაქტს გაამართლეს გაწმონაწილებში, ხო? ანუ ისიც კი ვერ შეასრულეს, ის შესაბამის კვალიფიცირებას კი ვერ შეისწავლეს მათი შესაბამისი საქმეები. ამასთან ერთად რა იყო მათი დანაპირები, რომ სამართლიანობის აღდგენა იყო პირველ რიგში. მოქალაქეებს ჭირდებოდათ და ითხოვდნენ სამართლიანობის აღდგენას, რომელიც ფაქტობრივად მოდი ვთქვათ, რომ დღეს ეს საკითხი არ არის დადული ბოლომდე. ახლა მე ამბობ 2 და 3 ადამიანზე თქვა გარკვეული თქვა რაღაცა კომპენსაცია მიიღეს თუ რაღაც საქმეები შეისწავლეს. აქ უბრალოდ მასიურადაა საუბარი. ჩვენ 54,000 გასარჩევად იყო შესული მარტო თავად პროკურატურაში. რამდენიმე ათასი იყო ადამიანთა დაცვის კომიტეტში. ჩვენთან არის შემოსული რამდენიმე ასეული განცხადება, ჩვენ რომელიც გადავაგზავნეთ მაშინ პროკურატურაში. გვაქვს ფარატინა ქაღალდი, ტრაფარეტული წერილი, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც შემდგომ შეისწავლის ამ საკითხს. მაგრამ ეს კომისიის შექმნა თითქოს თავით მოება, რაღაც კომისია შეიქმნა პროკურატურაში მიგეხსნება დეპარტამენტისაკენ, მაგრამ მორჩა გაჩერდა. ახლა კომისიის შესაქმნელად კი არ იყო ეს აუცილებელი, აქ იყო აუცილებელი რომ შეისწავლონ მან ეს საქმეები. იქ არის ძალიან ბევრი საქმეებია, თქვათ, შესაძლოა თუნდაც არ იყო ხა მოდი ვთქვათ რომ წინა ხელისუფლებას ძალიან ბევრი ცოდვა აქვს საზოგადოების წინაშე, კიდევ უკანონო თქვათ შემორჩეული ეს ქონებებზია საუბარი, უკანონო პატიმრებზია საუბარი. თქვენ მოგეხსენებათ უამრავ ათასობით პატიმარი იყო საპრობილში სხვადასხვა ბრალდებებით, რომელიც თვითონაც კი არ იცოდნენ რატომ ისინი. აი ყავს ეს რასაც არიან ასეთი პატიმრები სხვადასხვა მეცად გეტყვით გარკვეულნაწილად ამინისტია ხელი შეუწყო იმას, რომ ეს ადამიანები გაათავისუფლა, ვთქვათ, გამოვიდნენ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ დაჩნენ, ხა იმათ არ უნდა შეეხოს ეს სამართლიანობის აღდგენა. იმათ ხალხმა რა დააშავა. ამიტომ ძალიან ბევრი პატიმრის წერილი მომდის, რომლებიც ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას, რომლებიც ითხოვენ ამ ხელისუფლებისაგან უკვე დანაპირების შესრულებას, რომლებიც ითხოვენ შესაბამისი საქმის გადაშენებას. ახლა ყველა საკუთრება გაბატონებული ხედავთ თქვას და მიიჩნიოს საკუთარი თავი, რომ არის უკანონო პატიმარი. ეს მისი უფლებაა. და ჩვენ დღევანდელ გადაცემაში ბატონო გიორგი გვექნება სწორედ უკანონო პატიმრებზეც საუბარი და აგერ მე მაქვს საქმე სპეციალურად მოვიტანე. ეს არის გივი ვანიშვილი, ახალგაზრდა ბიჭი, 22-23 წლის, რომელიც აბსოლუტურად არ ვიცი ეთყობა გეგმა ჰქონდა შესასრულებელი და პოლიციამ იმიტომ მოახვედრა ციხეში, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და თან თქვენ წარმოიდგინეთ, არის პრიმა მუხლით გაშვებული და ამაზე შემდგომ საუბრად 353 პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმა თანაც განზრა. მოკლედ ამაზე დიახ, მე შემდეგ ეს სხვადასხვა წინა ხელისუფლებას ჰქონდა აპრიორად ეს რომ თქვა თუ ვინმე დაკავება უნდა შეიძლება სხვა ვერაფერი გამოეძებნათ და პოლიციელს ხო რა თქმა უნდა ეტყობდნენ რომ აი მაგითო თავდა ეს ხა რაღაცა გარკვეული თქვა შეურაცხყოფა მიაწერა. სხვადასხვა ეს ამას ადვოკატებზეც იყენებენ საზოგადოებრივ როცა კლიენტებს მის მიერ კლიენტებს ეუბნებოდნენ რომ დაეწერა განცხადების საჩივარი პროკურატურაში რომ ისეთ ადვოკატებზე რომელსაც თქვა ბოლომდე მიχონდათ საქმე თქვა და ვერაფრით ვერ ისაკა შეუსრულს ეს პოზიციები თქვა და ეუბნებოდნენ რომ ანუ კურჩი ადვოკატები და მართალი ადვოკატები აი ხო არა ბევრ შემთხვევაში ლაპარაკობ ხა მე იქ მოდი თქვა რომ ბევრ შემთხვევაში რომ გარკვეულწილად ხა
ლომის დანაშაულის ნიშნები ბევრი ადვოკატის მიმართაც იყო, მაგრამ იყო ადვოკატები, რომელიც უდანაშაულით ისმენ. რა თქმა უნდა. მოდი, ბატონო გიორგი, ამაზე და ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, კი ბატონო. კი ბატონო. ანუ აქედან გამომდინარე პროკურატურა ეუბნებოდა ამ კლიენტებთან ჩვენ გაიკეთებთ თქვენ საპროცესო შეთანხმებას. ოღონდ თქვენ უნდა თქვა, თქვენ ადვოკატებს თვითონ რაღაცა მოგთხოვათ, თვითონ ვიღაცას ჭირდებოდა და ამის საფუძვლზე ძალიან ბევრი ადვოკატი იყო სხვათა შორის საპროცესო სრულად უდანაშაული. კი. მოდით ამ თემას დავუბრუნდეთ ცოტა მოგვიანებით და მე მინდა მაყურებელს წარუდგინო ჩვენი სტუმარი და სანამ მე სტუმრის ამბებზე გადავიდოდეთ მე კიდევ სხვა განცხადება მაქვს გასაკეთებელი რომელიც აუცილებელია დღეს არ დაგვაწყდეს რომ 13 ოქტომბერია. მოკლედ მე მინდა მაყურებელს წარუდგინო ჩვენი სტუმარი ვეტერანი აფხაზეთის ომის ვეტერანი აფხაზეთის ომში მებრძოლი ადამიანი ნოდარ მაკრახიძე მოგესალმებით ბატონო ნოდარ და მე მინდა მაყურებელს ვუთხრა რომ ბატონი ნოდარი შეიძლება ასე ითქვას მთელი თავისი ოჯახით იყო წარმოადგენდა ომის გმირებს ეს თავისი ოჯახით მისი სიმამრი გახლდათ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანი ვახტანგ პაპინაშვილი რომელიც გარდაცვლილია ამჟამად ნათელში იყოს მისი სული და თუ რატომ მობრძანდა ბატონი ნოდარი ჩვენთან და რა საქმესთან დაკავშირებით ამაზე ვისაუბრებთ იმ განცხადების შემდეგ, რომელსაც ახლა მე მოგაწვდით დღეს 13 ოქტომბერია და 1989 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა. ჩვენი დიდი სული, ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართველი გმირი და საქართველოს აი ასე რომ ვთქვათ შარავანი მემატიანე მერაბ კოსტავა. მე მინდა ჩვენმა მომავალმა თაობამ, რომელთა უმეტესობამაც სამწუხაროდ გიორგი არათუ მერაბ კოსტავა საერთოდ ისიც კი არ იცის რა მოხდა 1999 წლის 9 აპრილს, ანუ სულ უახლოესი ისტორია. ვუთხრა რომ მერაბ კოსტავა იყო შავლეგო, ბიჭი შავლეგო. საქართველო დადიოდა მის მხრებზე. მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. ეს ორი განუყოფელი მეგობარი, განუყოფელი ორი ქართული სული თავის სხვა ეროვნულ გმირებთან ერთად და სწორედ იმ დროის ასე რომ ვთქვათ ვეტერანი ომბუდსმენი უპრესორად უფლებადამცველი არის მაშინ სულ პატარა ბიჭი გიორგი თევზაძე და მათ წრეში გაზრდილი ადამიანი. დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. მერაბ კოსტავა საშინლად ტრაგიკულად დაიღუპა. არის ასეთი მითქმა მოთქმა. ჭორია თუ მართალი, ალბათ უფრო სიმართლე შეესაბამება, რომ მერაბ კოსტავა მოუკლეს საქართველოს, მაგრამ მერაბ კოსტავა საქართველოს ვერ მოუკლეს, ამით უფრო გააცოცხლეს და ამით უფრო გააძლიერეს საქართველოს. საქართველოს ვერ მოკლავენ. იმიტომ რომ მერაბის და ზვიადის სული და იმ ბიჭების სული, რომლებმაც საქართველოს შეწირეს თავი, ისინი მუდამ ცოცხალი არის. მათი სული მარად ცოცხალია და მათ თავისი შთამომავლები ყავთ. იგივე გიორგი თევზაძის სახით, იგივე ზაქარია როჭიკაშვილის სახით თამამად ვიტყვი. იგივე თუნდაც ჩემი სახით მაპატიეთ კრეხელობაში ჩამithვლით რომ მე ჩემს თავზე ვსაუბრობ. იგივე თუნდაც ბატონი ნოდარ მაკრახიძის სახით და ასე შემდეგ საქართველო არ გადაშენდება იმ ჩვენი ლამაზი მომავალი თაობის სახით, რომელთაც მართლაც უყვარს თავისი საქართველო და მე ვიცი რომ ეკატევში ასეთი ლამაზი გოგო ბიჭები არიან, რომელთაც აქვთ იმისი ამბიცია, რომ ისინი მერაბ კოსტავასი და ზვიად გამსახურდია შთამომავლები არიან. დიდი ილია ჭავჭავაძის შთამომავლები არიან, დიდი შოთა რუსთაველის შთამომავლები არიან და საერთოდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე საქართველოს შთამომავლები არიან. აი ისინი ამ ისტორიით მოდიან. თუ გინდათ 2-20 სიტყვით აბა ისე როგორ იქნება გიორგი რომ მერაბ კოსტავას საქმენი საგმიროც არ შეგვიძლია. ყველას გილოცავთ ამ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე საკმაოდ ტრაგიკული იყო საქართველოსთვის, მაგრამ 13 ოქტომბერი მაინც მოსალოცია, იმიტომ რომ მერაბ კოსტავა ისევ ცოცხალია. ევროპულისა მინდა გითხრათ, რომ მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ მე პირადად ვიცნობი მერაბის, პირადად მქონდა ყოველთვის შეხება მასთან. ძალიან ყოველთვის მქონდა მასთან თქვათ, ჩვენ საუბრობის სხვადასხვა თემებზე საქართველოს მომავალზე ვფიქრობთ. მე მეცაც გეტყვით, თუსაც მისი თავისუფლებით შეიქმნა ეროვნულ მოძრაობაში ეს იყო დაახლოებით
8 წელი 97 წელი, როდესაც შეიქმნა ჯერხნის კომიტეტი იყო, მე შეიქმნა თქვა ესეთი ადამიანის გადადის ჯგუფი, ათეულობის შეიქმნა, მე შეიქმნა ილია მართლის საზოგადოება, წმინდა ილია მართლის საზოგადოება, წმინდა ილია მართლის საზოგადოებაში გახდეთ ჯგუფის ხელმძღვანელი მისი თქმით, ხელმძღვანელობდი ადამიანის გადადის კუთხით, რა თქმა უნდა და ჩვენ ყოველთვის საუბრობდით აი ვთქვათ საკითხებზე, რომელიც აუცილებელი იყო მომავალი თაობისათვის, საუბრობდით საქართველოს მომავალზე, საუბრობდით იმ კუთხით, ვთქვათ რომ აი როგორ უნდა განვითარდეს ადამიანის უფლებები და დამკვირვებელს ქვეყანაში და ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სხვადასხვა მე მინდა გითხრათ რომ მისი ერთადერთი იყო ყოველთვის ზრუნვა პატიმრებისადმი. ის ყოფილი პატიმარი იყო, მოგეხსოვს ყოფილი პატიმარი იყო, რომელიც ვთქვათ გამოიარეს მთელი დილეგი და ის ლაშქრობად გაუძღვა მოსწავლეებს და ყოველთვის იზაბდა რომ ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს პატიმარი და პატიმარი ეს არის ჩვენი ნაწილი. და ეს იყო უნიშნულოვანესი. მე მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა საქართველოს მოუკლეს მერა პოსტა მე შორსავალი ვაზრიდან რომ თქვა საქართველოს დამოუკიდებლობა რა თქმა უნდა დამოუკიდებლობა თითოეულ ჩვენთან გასდა მე შორსავალი ვაზრიდან რომ თქვა ეს იყო ტრაგედიული შემთხვევა იმიტომ ძალიან გუნდოვანია დღესაც გუნდოვანია საკითხი რა თქმა უნდა და ვერაფრით ვერ შეისწავლეს ანუ გამოძიება ვერ დადო ისეთი ნეტა თუ დადგება ის დრო როდესაც ამ საქმეს ნუ ალბათ დადგება დრო ალბათ დრო ჭირდება მაინც მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოდი ვთქვათ რომ განმოწილად თუნა საბჭოთა უშიშროების კლანები ჩანსახი და მე მოგეხსენებათ რომ მე ჩვენ ყოველთვის ვთხოვით თქო და ახლა ვთხოვთ რომ ქვეყანა დამოუკიდებლობის გზას მან უნდა მოახდინოს ლუსტრაციის კანონი უნდა მიიღოს. აუცილებლად და თქვენ სხვათა შორის ახლახან წარადგინეთ ლუსტრაციის შესახებ კანონის მოთხოვნა პარლამენტში. პარლამენტში და ამას მე გავაგზავნე და მე მინდა გითხრათ რომ ეს იყო უდიდესი პიროვნება ქართული მომავალი მემატიანე ეს ადამიანი რა თქმა უნდა მე ვიზუალ გამსახურებასთან ერთად რომ ეს ორი ადამიანის გამოყოფა შეუძლებელია და ერთამეს მეთქვა რომ როდესაც პუჩისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში და რა თქმა უნდა დაამხეს კანონიერი ხელისუფლება მაშინ დაიწყო ბრძოლა პიროვნებების წინააღმდეგ და სხვათა შორის შეეცადნენ მერაბ კოსტავას და ზივეთ გამსახურების პიროვნების თვითონ გაქილიკება. და რა თქმა უნდა ამას ვერავინ ვერ მოახერხებდა განსაკუთრებით შევარდანის რეჟიმი და პუჩისტები, მაგრამ საზოგადოებაში მაშინ მოგეხსენებათ როგორი ერთიანი იყო, როგორი ერთიანი ზრავი იყო ქართული სული და ზუსტად ამ პერიოდისათვის 97 წელს მაშინ მე ხელმძღვანელობდი ადამიანის მოდათისა და პატიმართა სოციალურ ყოფის ფონდს, მისი ხელმძღვანელი ვიყავი და ჩვენ გადავწყვეტეთ რომ მერა პოსტავას მიგვენიჭებინა ესეთი ადამიანის მოდათის მოღვაწეობისათვის შესაბამისი საპატიო სიგელი და ოქროს მედალიონი. მაშინ ხალხი გაიყო და მისი ჩვენ ეს აზრი უთხარით გაუხარდა ეს ფოტოშოპის დღეს ეს და ჩვენ დავაწესეთ ასეთი ოქროს მედალიონი და ოქროსგან შემოქმნით ეს ნამდვილად და საპატიო სიგრა ოქროს მედალიონი გადავეცით მის სახლ-მუზეუმს, მის წარმომადგენელი ციცინო მაღლაფერიძის, მაშინ მოადგილე იყო დირექტორის მოადგილე ამ მერკოტოს სახლ-მუზეუმში და დღესაც ეს ინახება მერკოტოს სახლ-მუზეუმში. ანუ ამით ხაზი გაუშვით იმას, რომ მithumetes იმის რომ ხელისუფლება რომელიც მოვიდა სისხლით და მოვიდა ესე იგი ძალადობით, მას ის ვერ შეძლებს აი ესე დიდი პიროვნებების გაქილიკებას, იმიტომ საზოგადოებას აქვს თავის პოზიცია და ჩვენ როგორც მაშინდელი ვთქვათ არასამთავრობო სექტორი იყო სხვათა შორის და იმისი ვთქვათ გაგზელება თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაცია რომელიც ვთქვათ ახლა მე თქვენ და გიორგი კერვალიშვილი არა კერვალიშვილი იყო ცალკე ის იყო ადამიანის მოდათის ასოციაცია ის იყო ყოველთვის თავად კომიტეტის მაგალითად ხო ანუ ეს იყო ხაზგასმა იმისი კიდევ ერთხელ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე რომ პიროვნებები არ ივიწყებენ არავის საზოგადოება პიროვნებებს არ ივიწყებენ და განსაკუთრებით მერაპორტალს დღეს არ ქონდა ტრაგიკული დღეა მოდი ვთქვათ რომ მე კი მაინც მიულოცე მაღლებელს ტრაგიკული დღეა რომ ჩვენ დავყარგეთ ესე დიდი პიროვნება და ის რომ ცოცხალი ყოფილიყო მოდი ვთქვათ ჰალალად რომ სულ სხვანაირად წავიდოდა საქართველოს მე. რა თქმა უნდა ალბათ ვერ ზვიაც მოერეოდნენ და საერთოდ ვერ მოერეოდნენ საქართველოს ის რომ ცოცხალი ყოფილიყო და ქვეყანას ქვეყნისთვის ვის არ წერთმიათ განმბორობზალებს დღეს საქართველოს სულ სხვა აპლუაში ხდებოდა დღეს და ამასთან ერთად ვიხდებოდით უფრო სხვა მიმდინარეობის სხვა პოზიციაზე ჩვენ მოდი გავიხსენოთ ბალტიის პირები ამ მდგომარეობაშია დღეს
იგივე და ისე დაიწყო როგორც ჩვენ დავიწყეთ და რა მაღალ საფეხურებს მისდა. იქ არ არის ჩემი და შენი, იქ არის ერთიანი. და როდესაც საქართველოს თქვა დამოუკიდებლობაზე იყო საუბარი, დღეს ვერ ვжелობენ. დამოუკიდებელია თუ არის ქვეყანა. კი, სამართლებრივად დამოუკიდებელია, მაგრამ რა გავაკეთეთ ჩვენ დამოუკიდებელობისათვის თითოეულმა ჩვენთან. კანონიერად დამოუკიდებელია, რეალურად უუფლებო. ანუ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ქვეყანას იმას შეუნარჩუნოთ დამოუკიდებლობა, ქვეყანას უნდა ვიბრძოლოთ ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის და ქვეყანის პოლიტიკა უნდა იქნას განსაზღვრული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის უმთავრესი და ეს ხელისუფლება, რომელიც დღეს ახალი ხელისუფლებაა და რომელიც 12 წელში მოვიდა, მოდი ვთქვათ, რომ ქართული საზოგადოება კონკრეტულად 1992 წელს, ხო? არა, 12 წელს რომ მოვიდა ახალი ხელისუფლება, ამაზე საუბარი. 2012 წელს მე გადავედი ისევ ქართული საზოგადოება ამისგან ძალიან ბევრ ამას თხოვდა და ითხოვდა და დღესაც ითხოვს, ითხოვს რომ იბრძოლოს დამოუკიდებლობისათვის, შენარჩუნებისათვის, იბრძოლოს საზოგადოებისათვის, რომ საზოგადოება იყოს სოციალურ მდგომარეობაში ძალიან გამართული, ისე კი არ როგორც იყო და დღეს უარეს მდგომარეობაშია საზოგადოება. ანუ ის რაც ფაქტობრივად მიშა სააკაშვილმა მოუმატა თუ რა ქვია ფაქტურად ხელი ჩაუყო საზოგადოებას ჯიბეში მიუძიეს ამათ ორივე ჯიბეში ჩაუყო. ეხლა ძალიან ჯიბენ მდგომარეობა. არა, ამათ ხელებით და ფეხებით ჩაუყო ჯიბეში, მინდა თქვა? არა, მე გამოგიმართ რომ არ შეიძლება საზოგადოების თქვათ საზოგადოებაზე იმუშაოს ხელისუფლება რომ და ისა ქვია თქვათ იმაზეც რომ საზოგადოება ვალდებულია რომ მას ყოველთვის მიუთითოს იმ ნაკლოვანებებზე და ეს ნაკლოვანებზე როდესაც საზოგადოება მიუთითებს ხელისუფლებას აი ეს ხო ხო ისა წენის პოლიტიკა აქვს მე რომ აი ეხლა დღეს საუბრობენ პრეზიდენტი ხო მე მინდა გითხრათ რომ ახლა მე რაც უკვირდები ამ სიტუაციას ხო ერთადერთი პრეზიდენტი გახლავთ რომელიც აქვს თავისი აზრი ამ კაცს ხო, პოზიცია ეს ხوار გვეჩვენება თუ მართლა არა, მართლა ესია, იტო კანონს ღებულობენ, თქვათ, ხოხორგონი და პარლამენტი ღებულობთ ერთად კანონს. ნუ ვიღაც კანონი შედის, კანონს ღებულობენ, იმის საქმისთან გამომდინარე, მე დავწმუნდი რომ პარლამენტი კანონს არ ღებულობს. ანუ თავისი აზრიდან გამომდინარე არ ღებულობს, თორე ხელს კი წერს. ხო და ხო გამახსენდა ჩემი ბავშვობა, როდესაც ტელევიზორში ვუყურებდით, როგორ ერთხმა დაწევდნენ ხოლმე კომუნისტური პარტიის. ხო, აი ზუსტად იმ პერიოდში ვართ ეხლა ჩვენ, ზუსტად იმ პერიოდში. ხო, მაგრამ აი ეხლა კანონი მიიღეს იმის რა ქვია, ეროვნული ბანკის შესახებ. პრეზიდენტმა დაადო ვეტო. ხო. საკონსტიტუციო სასამართლოშია შედა მოქმედება. ანუ ფაქტობრივად ეს ორი ორგანოა, რომელიც რაღაცას არ მეინტერესებს. და ეხლა მიდის თუნდაც ხელმოწერები პრეზიდენტის გამოწვევის თუ გადაყენების შესახებ. კი მაგრამ ის მეკითხვა კაცო, ბახლეიბისიანი იყოს თუ ამერიკელები ერთად სოციალისტად მითხრა პოლიტოლოგიური დადება. ჩამოვიდა ამერიკელები საქართველოში და მითხეს რომ აი დახესო ჭრიჭინაო, ძალიან კაი ფილმია, მაგრამ აი ამ დონეზე ცოტა უნდა გამითარეთ, ამ დონეზე უნდა შეგითხოვოთ. ისე რა კარგი ფილმი. არა წინვალი, მართლა წინვალი ფილმი, არა, უბრალოდ იმას საკუთხით უთხრა თორე. ჩვენ ქართული კინოება უნიკალურია. ისეთ რა წარმოვიდგინე იცით გიორგი, რომ დგას აქეთ ერთი ქვევრი, დგას იქით მეორე ქვევრი. უბრალოდ ერთ ქვევში რაღაცას რომ ჩასძახებენ და მე ეკოსავით ამოვარდება, ის ეკეთდება და მეორე ქვევში ეს ორი ეკო ერთმანეთს ეჯახება და უბრალოდ მე ერთმანეთისა ვეღარაფერი გაიგეს და ხალხმა მით უმეტეს გიორგი გვანიშნებენ რომ ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, ჩვენ გავალთ ძალიან მალე დავბრუნდებით და უკვე ჩვენმა სტუმარმა ისე ძალიან მოიწყენა რომ რეკლამის შემდეგ მის პრობლემებს შევეხებით და მასე ვისაუბრებთ. უნდა გავიდეთ ეს დავამატო რომ ერთმანეთის გადასარევეთ ესმით ხალხს ვერ გააგებთ და ხალხს ვერ გავადარგებულოს მას. მე მგონი არ ესმით ერთმანეთის. მოკლედ რეკლამაზე გავდივართ და ჩვენ შევთანხმდებით კულისებს მიღმა ერთმანეთის ესმით თუ არ ესმით. კარგით, ძალიან მალე დავბრუნდებით.
გავიდა ჩვენ კულისებშიაც ვერ შევთანხმდით ვის როგორ ესმის მაგას რო გამოაჩენს დრო ხალხის თუ აი ამ ეკოებს ერთმანეთის მოკლედ ბევრი რომ არ განვაგრძელოთ ამაზე დისკუსია მე მინდა ჩვენ სტუმარს მივუბრუნდეთ კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს რომ ჩვენი სტუმარი გახლავთ ნოდარ მაგრახიძე ომის ვეტერანი აფხაზეთის ომის ვეტერანი აფხაზეთის ომში მებრძოლი რომელიც დღეს ძალიან მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება ისევე როგორც უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებისა და განსაკუთრებით ვეტერანები ჩვენ არაერთ გზის შემოგთავაზეთ თქვენ ვეტერანების თაობაზე სიუჟეტები იყო ეს თუ გადაცემები იყო ჩვენ რა თქმა უნდა ვეტერანების თემას სპექტივი ძალიან ხშირად დაუბრუნდება და ჩვენ ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით დისკუსიას გვაძლევს კიდეც დღეს რუსთავში რომ გადმოვედით ამის საშუალებას ჩვენი სივრცე და ასე რომ დისკუსიაზეც იმედი არის რომ ჩვენი ის ადამიანები რომლებსაც დავპატიჟებთ და რომელსაც მოვიწვევთ ვეტერანები იქნებიან ისინი ეს ძირითადი სტუმრები თუ ის ადამიანები რომლებსაც ვეტერანებმა ალბათ კითხვები უნდა დაუსვან რუსთავს ძალიან ესე შეშინებული არ შემოხედავენ და არ იტყვიან რომ მანძილი ძალიან შორია თბილისიდან რუსთავამდე არა ბატონო სულ რაღაც 15-20 წუთში თბილისიდან რუსთავში იქნებით ჩვენ გვაძლევს გზა ამის საშუალებას და რუსთავი საქართველოა და ვიცოდეთ რომ საქართველო მარტო თბილისი არ არის სადაც მთელი საქართველო სამწუხაროდ დღეს იქ მოგროვდა ჩვენ ჩამოვედით გიორგი რუსთავში კიდევ იმის გამო რომ ზუსტად აი ეს პრინციპი გვამოძრავებს საქართველო მარტო თბილისი არ არის საქართველო რუსთავია და ჩვენ რუსთავში ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს მადლობა რუსთაველებს იმისათვის რომ ჩვენ ასე ლამაზად მიგვიღეს და ასე რომ ბატონო ნოდარ მე მინდა აი თქვენ მოგცეთ იმის საშუალება აი რა პრობლემები გაქვთ მე კი ვთქვი რომ თქვენ აგერ სოციალური სტატუსიც მოგიხსნეს არა როგორც მოხსნილი არა შეჩერებული შეჩერებული აქვს ბატონ ნოდარ სოციალური სტატუსი დიახ და ბატონი ნოდარი ცხოვრობს ძალიან პატარა ოთახში ქირით გაუსაძლის პირობებში ომის ვეტერანი და ну რა ვიცი მიმართა აგერ ომბუდსმენს ვეტერანთა ომბუდსმენს და ნახოთ ვისაუბრებთ ალბათ რა სიტუაციაა რატომ შეგიჩერეს სტატუსი და რატომ არ აქცევენ ყურადღებას იმ მებრძოლებს რომლებმაც გადაწყვიტეს რომ სამშობლო შეენარჩუნებინათ ყოველ შემთხვევაში ასე ეგონათ მათ ასე სჯეროდათ რომ სამშობლოს იცავდნენ თუმცა ომი გაყიდული იყო ეს უკვე კარგად დავინახეთ ყველამ ამდენი წლის შემდეგ აფხაზეთისაც და სამაჩაბლოს ომებიც გაყიდული იყო მესალმებით თქვენს მაყურებელს შევეხები კოსტავას ეროვნულ კოსტავას გარდაცვალებას უსამძიმრებს საქართველოს მე ბედნიერი ვარ რომ მის წინ ვდგარვარ და მისმენია მისი სიტყვები ის ნამდვილად გმირი იყო და ის სამაგალითო გმირი იყო ყველა ქართველს შეუძლია ინატროს რომ მისნაირი იყოს ან უფრო უკეთესი რა თქმა უნდა ჩვენ გავეხარებათ თუ გაზრდილერები იქნება და უკეთესი სამწუხაროდ დღეს პიროვნება აღარ ყავს დარჩა მაგალითად ჩვენ შეგვიძლია მისი მაგალითზე ვიცხოვროთ და მომავალზე ვიზრუნოთ რაც შეეხება ჩემს პრობლემებს მოგახსენებთ როგორც აღნიშნეს ბრძოდი სოხუმის ბრძოლებში მონაწილეობა მივიღე და დღეს ესეთი მდგომარეობა მაქვს ეს გამოიწვია 2008 წლის ომმა და დავჭი უსახკაროდ მე და ჩემი ოჯახი როგორ სამაჩაბლოში გქონდათ თუ როგორ არა 2008 წლის ომი რომ მოხდა მე ჩემი მცირე ბიზნესი მქონდა საქმიანობას ვეწეოდი და როგორც ყველა საქმე შეჩერდა ისე შეჩერდა ჩემი საქმეც და სამწუხაროდ ჩვენგან ობიექტური მიზეზების გამო დავკარგეთ საფრთხე გამიყიდეს თბილისის სახლი გამიყიდეს სოფლის სახლი მე წარმოშობით კასპის რაიონიდან გამიდან კასპის ბატალიონში ვიდროდი სხვათა შორის აც გავდაცვლ მე შარიფაშვილთან ერთად კარია შარიფაშვილთან ერთად მის ბატალიონში ვიყავი
ისე რომ დღეს მთლიანად უსახკაროდ ვარ დარჩენილი, მე და ჩემი სიმამი, ჩემი მეგობარი ერთად ცხოვრობთ, ისიც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. და დაკრძალეს ასე უმოწყალოდ უსახკაროდ. რა ვიცი. ფიქრობ რომ ასე არ უნდა მომხდარიყო. გიორგი, თქვენ მოგმართათ ამის თაობაზე. და აი რა ხდება, რა სიტუაცია? ჩვენ როგორც მოგმართ ამის აღნიშნულად დაკავშირებით ჩვენ როგორ ყველა ჩვენი იურისტებმა შეისწავლეს აღნიშნული საკითხი და მივიჩნიეთ რომ მართლაც მის მიმართ ყველაფერს თავი დავანებოთ, რომ საქართველოს მოქალაქე სახელმწიფო ვალდებულია თავის მოქალაქეზე ზრუნვა. ეს თუნდაც არ იყოს ომის ვეტერანი. მაგრამ მით უმეტეს ეს ორმაგად უფრო მეც საშუალებას უნდა მისცეს ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც, რომ როდესაც ომის ვეტერანი, რომელმაც გამოიარა აფხაზეთის ბრძოლები, მოდი ვთქვათ, სწორედ ძალიან თქვენ რომ სამხედროებს და მეომარ-ბიჭებს აფხაზეთი აწარმოებიათ. წააგო არასწორმა პოლიტიკამ, რომელსაც ჯერ კიდევ მომავალი განშია, რეალურად რა მოხდა. და ჩვენ ვიცით რომ თავი დადეს მართლაც ქართულმა მეომრებმა და ბოლომდე იბრძოდნენ ეს მაშინ. და თქვენ წარმოიდგინეთ რუსებს, აი ამ იმპერიალისტურ რუსებს, რომელიც კბილებამდე შეიარაღებდა, რომელიც მსოფლიოს აზანზარებდა, მოდი ვთქვათ, რომ ყოველს შიში კანგარეს ცემს 8 თვე თუ 9 თვე იბრძოდეს და გაუმკლავდნენ. ჩვენ აფხაზეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთსა და ქართლის შორის არაფერი არ იყო, რუსეთს საქართველოს ომი, რაც ბევრს უნდა წარმოაჩინოს, რომ აი თითქოს ეს იყო აფხაზეთსა და ქართლის შორის კონფლიქტი, არა ეს კონფლიქტი გაყოფილა. არც არასოდეს არ ყოფილა, იმიტომ რომ თუ ვინმე ყველაზე დიდი უფლებები ჰქონდა, მოდი ვთქვათ, ჰქონდა აფხაზებს, 17% იყო ეს ადამიანები და მათ პარლამენტში ჰქონდათ ფაქტობრივად ნახევარზე მეტი, ანუ იმაზე მეტი ჰქონდა კვოტა, რომელიც უნდა ყოფილიყო კანონით. ტელევიზია ჰქონდათ, უნივერსიტეტი ჰქონდათ, სკოლა ჰქონდათ. დღეს აღარაფერი აღარ აქვს ამ ხალხს და დღეს ბევრი აფხაზი, დღეს მართლა აფხაზი, რომელიც მაგალ ფიქრობს თავის ქვეყანაზე, თავის მიწა-წყალზე, ამბობს რომ ძალიან შეცდნენ. იმიტომ რომ მათ ეს იყო რუსეთის არასწორი პოლიტიკა ქართველების მიმართ. მოდი ვთქვათ, 18 საუკუნიდან რუსეთმა არასწორი პოლიტიკა აწარმოა და აწარმოებს დღესაც და დღეს ვისაც ჯერავს იმისი რომ აი რუსეთი ჩვენი მოძმეა თუ ჩვენი თქვათ მეგობარია თუ ჭყალებში და თუ ჩვენი ერთ საქმროება გვაქვს ამათ არაფერი არ გუკეთებიათ ქართველებისათვის ჩვენ ვატო და იმის თქია ღალატი და იმის გარდა ეს ფაქტია გავიხსენოთ ტერიტორიების თქვათ პოზიცია, გავიხსენოთ ის რომ როგორ გაუქმეს საქართველოს ატომკეფალია, გავიხსენოთ ის რომ როგორი გადასახლებები იგეგმებოდა საქართველოსთან ქართველების, როგორ სპეციალურად გარუსების პოლიტიკა მიდიოდა საქართველოს და ასე შემდეგ ხა ეს ჩვენ ძალიან შორტ წავიყვანთ და აქედან გავდენილი ამ ადამიანებს საზოგადოება პატი უნდა ცეს. ომის ვეტერანი მე ხა მაინც გეტყვით რომ უცხოეთში ომის ვეტერანი ეს აიტალანოთ ამბობთ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი შეიძლება ასე ითქვას, მე კაცს მაქვს კაცი, რომელიც ამშვენებს ქალაქს და სინდისიტა და გეტყვით. მათ გარკვეული ნიშანიც აქვს ხოთეშური და ერთი ისე ვქია, სტუმარი მეუნებოდა ჩემოსულისგან და რომ ჩვენთან შევედიო იმაში ვქია, კაფეშიო და ვიღაცა შემოვიდა და ადგა ფეხზეო თელიო კაფეო და ვერ გავიგე რა ხდებოდა, ახლა პრებიებისთვის არ იყო ქალაქის მერი იქ არ იყო, ხოთეში ქალაქის მერი ისე ვქია, ფეხიდან ქუჩაში და არა ხუთველი მაგალითად. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გიასურა მელაშვილსაც დაყვება და დიდი ამბავი ხო და მე შევეკითხე ვინ არის ეს ადამიანი ეს ომის ვეტერანიო მას ეს ნიშანი მიანიშნებს რომ ის არის ომის ვეტერანი და ფერზე არ ადგა რატომ ანუ პატივის წეს პატივი გამოხატა საზოგადოება მის მიმართ მისი პერსონის და პიროვნების მიმართ შედა რა ხდება ომის ვეტერანი რომელიც ძალიან ძიმე მდგომარეობაშია სოციალური ძალიან ძიმე მდგომარეობაშია ბევრი უსამყაროდ არის მოდი ვთქვათ ვერ იძულებულია თქვათ შევიდეს ქირით ვერც ქირის პულიც არ აქვს ეხლა ბატონი ნოდაც ჰქონდა გარკვეული ბიზნესმენი თქვათ თავისი ვთქვია ოჯახის წარმომავლობიდან გამომდინარე თორე და საიდუმლო არა ეს რა ბიზნესი ქონდა თუ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა არსებითი მნიშვნელობა რა უბრალოდ
ფაქტურად ვაჭრობდი რა როგორც კარგით, გარევაჭრობის ბიზნესი. ბრალნიშვილობა ხომ ფაქტია რომ ადამიანი სახელმწიფოს ათხოვდა არაფერს თვითონ შრომობდა. ესეც კი თქვათ ფაქტურად ვერ იცოდა. ამ შემთხვევაში როდესაც მან მოგვარდა განცხადება სხვადასხვა მინდა გითხრათ კომუნიკაციო ძალიან ბევრი განცხადება შემოდის ომის ვეტერანების სხვადასხვა ქვეყნებში ომის ვეტერანები შემოდის აფხანეთის სამაჩაბლოს ომის ვეტერანებიდან ჩვენ რა თქმა უნდა თავისუფლად განსხვავებულთა ჩვენი წელი შუამდგომლობა გადაუგზავნეთ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს რომელმაც გაითვალისწინა ეს ჩვენი წერილი მან მიმართა ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული საკითხის დასარეგულირებად ასევე თავდაცვის სამინისტროს ჩვენ კუთხითაც მიმართეთ ეკონომიკის სამინისტროს მოდი ვთქვათ რომ ეკონომიკის სამინისტრო პირველ ეტაპზე შესწავლის პროცესს გაწელა მაგრამ საბოლოო ჯამში დადებითად გადაწყვიტა ეს საკითხი ასევე მიმართეთ თავდაცვის სამინისტროს რომელმაც ფაქტობრივად დადებითი შუამდგომლობა გაუწია ბატონოდავს მაგრამ ის ფაქტი რაზეც იყო საუბარი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში იმის ხია განსახლების ანუ ფაქტობრივად ახლა ტოლიდოს ხოლმე წარჩონდეს ადამიანის ისედაც დაკარგულები არის მაგრამ თავი უფლება წაართვეს მას ხოლმე საკუთარი ჭერქვეშ რაც გაეროსტესებითაც მათ უფლება ამიტომ მან ითხოვა რომ მე სხვა ფაქტსაც ვნახავ იქნებ ის არავისი არ იყოს იყოს სახელმწიფოს ბალანსზე და ნახა ესეთი ფაქტი ეკონომიკის სამინისტრო დღესაც თანახმაა რომ ის ფაქტი გადაეცეს უსასყიდლოდ არა პრობლემა იმაში ხა თავდაცვის სამინისტროს უკვე საკითხი გადაწყვეტა შუამდგომლობა ანუ იმან უნდა გაიმეროს ის ძველი შუამდგომლობა რადგან უკვე მიმართა ამ ეტაპზე უკვე თავს იკავებს თავდაცვის სამინისტრო ეხლა ჩვენ უბრალოდ მიმართავ თავდაცვის სამინისტროს რომ ეს იგი ერთი და იგივე საკითხია თუ მაშინ შეიძლებოდა ეხლა რატომ არ შეიძლება ან რა უშლის არა ლოგიკურობაში ვარდებოდა და ამიტომ როგორც ვეტერანთა ომბუდსმენი ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ხელახლა მიმართოთ რა ვთქვა ჩვენი კუთხით თავდაცვის სამინისტროს მე იმედი მაქვს რომ იქ უფრო მეტად ჩაიხედავენ ამ საკითხს და აქ არაფერი არა იგივე არის ფარად ფუნქცები რომელმაც საბოლოო ჯამში გადაწყვეტავს ამ ადამიანის ოჯახის ბედა ეს ახლა კანონითაც არის მათ ეს უფლება არსებობს პრეზიდენტის ბრძანებულება რომლის საშუალებითაც მას აქვს უფლება თქვა თავდაცვის სამინისტროს პირდაპირ შეშყიდვით ისა ქვია მიცემით გადასცეს დაკული თავის ბალანსზე ასებული ფაქტი და კიდევ ერთი მომენტი ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რომ ტელევიზიით მივმართოთ და ეს ტელემიმართვა ჩვეულებრივ არის ზალაში ოფიციალური მიმართვა არის იმიტომ რომ ეკრანიდან საჯაროდ ხდება ეს მიმართვა იმ ოფიციალური შესაბამისი სტრუქტურებისადმი რომელთანაც თქვენ გინდათ ახლა საუბარი არის თავდაცვის სამინისტროზე თავდაცვის სამინისტრო უნდა გამოიჩინოს კეთილინება და როგორც პირველი წერილი მოამზადა ეკონომიკის სამინისტროს სახელზე აი ეს დოკუმენტია ხელს აწერს ბატონი არჩილ აბრამია ეს გახლავთ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალობის შემსრულებელი რომელიც წერს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ქალბატონ ეკატერინეს ისაუს სადაც თხოვნით მიმართავთ რომ ისინი მოგვარდა ქონდა შუამდგომლობა და გიგზავნით ბატონოდარ მატრახელის 2015 წლის 25 მაისის ამ ადამიანის განცხადება და თანდათან დოკუმენტაციას საცხოვრებელ ფართის უსასრულო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით თქვენ განიხილოთ აღნიშნული საკითხი თქვენი კომპეტენციის ფაქტორში და შეიძლება დაგვარად აღმოჩნდეს დაყოლება. Ჭირდება გიხდით უქმეს მადლობას ეს წელს ბატონი არჩილ აბრამია აი ესეთივე წერილი უბრალოდ საჭიროა განმეორებით თავდაცვის სამინისტრო ეს სხვა ქონება ის ქონება აღმოჩნდა პატრიცემულო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებო მისოქია ტოლინთა და განსახლების სამინისტროს ბალანსზე ხო და ხა მიწეს დევნილებს ეხლა ცოტა არალოგიკურიცა და შეუსაბამოა რომ კაცი იბრძოდა აფხაზეთში ამ ხალხის უფლებებისათვის რომელიც იქ ცხოვრობდა და იმას წარდგას და მეორე მომენტი მე გამიჩნდა აბსოლუტურად მოვფიქრობ რომ ლოგიკური ეჭვი, გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით რომ როგორც ჩანს შესაბამისმა უწყებებმა, ახლა მე ყველას არ ვეხები, ალბათ რომელიღაცა შესაბამისმა უწყებამ იცოდა რომ ეს ბინა იყო, ეს ეს თვითონ აღმოაჩინა. ამ შემთხვევაში ნამდვილად მომწერეს რომ მე ნახავთ ხო თქვენ თვითონ მოიძებნეთო და ანუ ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერავის ვერ დავაგრძელებ ხო არა ეს უბრალოდ მან აღმოაჩინა ეს ფაქტი და თვითონ დააყენა ეს საკითხი ანუ აქ რომ ის თქვათ გაფიქრება რომ ასპეცოთ ეს ფაქტი გამოუდგინეს იმიტომ რომ წინასწარ იცოდნენ აქ
ეს რა თქმა უნდა არა ჩვენ ახლა ყოველთვის მოწადინებული ვართ გამოვაკეთდა მithume თქვენ არა მე თქვენზე არა მოგზაურობ არა საერთოდ გიძახით რომ ფაქტებით ვისაუბროთ და რეალურად ვისაუბროთ ამიტომ ჩვენ არავის არაფერს არ ვაბრალებთ არც ბატონი ნოტარი არ ვაბრალებთ უბრალოდ თხოვნა თავდაცვის სამინისტროში რომ გასაგებია რომ ვეტერანთა საკითხებთან დაკავშირებით ძალიან ფიქრობს ეს ხელისუფლება მაგრამ უფრო ღრმად რომ იფიქროს იქნებ უბრალოდ 1%-ია შესაძლებელი რომ ამ ადამიანის ქონება რომელიც არის ნახეთ ეს ქონება ეს არის თბილისში დემეტრე თავდადებულის 6 ნომერში არსებული უძრავი ქონება რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და არავის არ არის მარტო ერთადერთი თავდაცვის სამინისტრო წერილია საჭირო მეტი არა დანარჩენი ყველაფერი საკითხი მიყვანილია ბოლომდე ჩვენ გვაქვს კონტროლს აყვანილი მე სადღაც გეტყვით ხარბონოგე წეგან კონდანეთ საჭირო აი იგი თავდაცვის სამინისტრო წარმოიდგინეთ უბრალოდ მეტი არა წეგან კონდანეთ ხარბონოგეთი რომ ესე იგი აი კოალიცია თქვენ უფლებებში შეიქმნა ეს მონიტორინგის სამსახური ზუსტად მონიტორინგის სამსახური აწარმოებს აი ამ საკითხთან დაკავშირებით მონიტორინგს და ჩვენ რა თქმა უნდა გადავუგზავნით წერილს თავდაცვის მინისტრომ ჩვენ ეს კონტროლზე გვყავს იმიტომ თითეული ვეტერანის საკითხი არის მნიშვნელოვანი თითოეული მოქალაქისათვის მით უმეტეს ჩვენი უფლებადამცველებისათვის და მით უმეტეს მე როგორც ვეტერანთა ომბუდსმენი მაინტერესებს რამდენად მოწადინებულია ხელისუფლება რამდენად რეალურად ფიქრობს თითოეულ ვეტერანზე იმიტომ სხვა შემთხვევაში ჩვენ გარკვეული კავშირები გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან გვაქვს ვეტერანთა ფედერაცია არის სოფლიო ფედერაცია რომელსაც გარკვეული კავშირები გვაქვს და ჩვენ გვაინტერესებს ხელისუფლება არის თუ არა მოწადინებული თუ მარტო დეკლარირების დონეზე არის ვეტერანების მიმართებაში და ახსენდებათ მარტო 9 მაისს ვეტერანი აი ეს არის მთავარი და ეს არის ამოსავალი წერტილი ანუ ხელისუფლება სახელმწიფო და თითოეული სტრუქტურა ვალდებულია და მოვალეც არის რომ იფიქროს თითოეულ მოქალაქეზე იმიტომ ხელისუფლების წყაროს წარმოადგენს ხალხი რა თქმა უნდა და უბრალოდ ერთი კითხვა მაინტერესებს ვეტერანებს რატომ მე აღარა მაქვს უკვე საუბარი სხვა სოციალურად მძიმე პირობებში მყოფი სოციალურად დაუცველი ადამიანების თაობაზე აღარა მაქვს საუბარი იმიტომ რომ ჯერ მოდით ვეტერანებიდან დავიწყოთ რატომ შეუჩერეს ვეტერანებს სოციალური სტატუსი აი ეს დახმარების სტატუსი ანუ ძალიან მძიმე მოსასმენია ჩემთვის პირადად მძიმე სათქმელია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფისა მაგრამ ნუ ამ სტატუსით სარგებლობდნენ იმიტომ რომ რაღაცა გარკვეულ შემწეობებს იღებდნენ აი რატომ მოხდა ამ სტატუსის შეჩერება ახლა თუ მეკითხებით მე უკაცრავად ორი სიტყვით მოგახსენებთ ახლა ამ შემთხვევაში ნუ მე პირადად არა და მე მგონი არავინ არის იმის მოხარული რომ პოსტპოდიში გამოთქვარი და სიგარების ზღვას მაგრამ არც იმის პირობები გვაქვს რომ საკუთარი შრომით არ აქვს ნამდვილად იმის პირობები და აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში ნუ აღნიშნული საკითხი მოხდა ესეთი ჩემთან მიმართებაში საერთო გადამოწმება მიდიოდა შეჩერებული იქნა და მიზეზად მოიდეს ავტომობილი რომელიც ირიცხება ჩემს სახელზე და საქართველოს ბანკის მიერ არის გირავნობით დატვირთული $5,000 ახალიდან დამარიცხეს გადახდილი თანხა საქართველოს ბანკმა ისევ გადასახადებს. აი სასამართლო უზენაესამდე ავედი და დატოვე საკალაკო მიიღო გადაწყვეტილება ან მე სადღაც აი $1000 შეიძლება ცოტა მეტი მქონდა დარჩენილი 2008 წლის ომი რომ მოხდა იმით მოახსენე და იმის შემდეგ ესე ხანდაზმული ვალი პირდაპირ დამარიცხეს $5,000 და ბატონო გიორგი როგორც ადვოკატს მოგმართავ ეს რანაირად ხდება როდესაც ხანდაზმული ვალი ბანკში კიდე არის გადასახადი საქმეში არ არის გადასახადი მაგრამ აქ მოხდა ერთი ნიუანსი რამდენად ჩემთვის ცნობილია ბანკმა აღიარა ეს ვალი და თავისი პატიოსანი ბუნებიდან და აქედან გამო ახლა დაიწყო თავიდან ამიტომ თორე სხვა შემთხვევაში მას არ აღიარებით ეს ვალი თქვა და ეთქვა რომ ეს ხანდაზმულია და რას თხოვთ სასამართლოს უძლური იქნებოდა მაგრამ ამ ბატონმა თავისი ბიზნესი, თავისი სახლ-კარი შეწირა გარკვეულ მძიმე მდგომარეობას დაეკარგა მას ყველაფერი და არის აი ასე ქუჩაში დარჩენილი და რას თხოვს ბანკი? არა, ბანკი თხოვს, ბანკ თავის მოვალეობები აქვს და თავის მოთხოვნები აქვს. მოდი ვთქვა, უბრალოდ უკაცრავად კიდევ ერთხელ მოგიხდი. ნუ ის ბანკია ეს კერძო სტრუქტურაა და მოხიგება, გარიგება თუ რაც მოხდა, მაგრამ
აი აღნიშნული მანქანა მე სოციალურ სააგენტოში მითხრეს რომ ეს მანქანა შენ გერიცხება და ამიტომ შეგიჩერეთ. ბატონო ნოდა თქვენ მაგარი მონერვიო ჩვენ გქონია შემთხვევები როდესაც ადამიანს შეერთდა ყოლია მანქანა და იყო აგრიცხვაზე რომ ეს მანქანა მას ყავდა 1970 რა კარგი დამშვიდება გიორგი ეს არა მე რატომ არა დამშვიდე დავშვიდე უბრალოდ ეს ასეთი შემთხვევები გქონია ჩვენ არა როგორ არ გქონია ადამიანი ჩვენ გქონდა გადაცემაში ყავდა ადამიანი ზაპოროჟეცი ყავდა 1973 წელს და რომელიც მისი ბუნდღარ არსებობს როგორც ისე იტყოდა იმელები ბუნდღარ არსებობს ხო და საერთოდ არ არსებობს იმისი ჭანჭიკიც და იმისათვის რომ მას ერიცხებოდა რომ თურმე სადღაც ოდესღაც ყავდა შეუჩერეს მე ამისთვის თემის სასამართლო დაჭირა რომ ფაქტი დაემტკიცები რომ ესეთი მანქანა ფაქტია და ხო ანუ აი ეს საკითხი გამოსწორდა ისე საქმე უბედურება რა უბედურების სათავე როცა ჩინონიკი არის პიროვნება და მას აქვს თქვა გამგული სახელმწიფო სტრუქტურა ჩაბარებული ის მარტო ხაღადებს უყურებს და სტატისტიკას უყურებს სტატისტიკა და ხაღადებს გამოუყურებს და ჩავიდეს ადგილზე შეასწავლოს შეისწავლოს ვიღაცის მოწოდებული ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს ეს არის უმთავრესი და ამასთან კეთილშენიშნიერება კიდევ ხო ანუ გასაგებია ხა იქ ხაღადზე წერია რომ ვიღაცას ყავს თქვა ეხლა მაგლოგიკით 1800 რაღაცაში შეიძლება თქვენ წინაპარს ცხენი წყავდა და ამისათვის არა ერთი შეიძლება სამი ცხენი გასაგებია მოვითხოვო ის ამიტომ მე რასწავლე რომ ზუსტად გამოგეკეთე კონსტიტუცია ის ბრალია ეს ზუსტად აი არასწორი მიდგომების ბრალია არასწორი და მე ვეტერანთა უმეტესობას აქვს არა მარტო ვეტერანთა უმეტესობას არა მე შემთხვევაში იგივე მდგომარეობა მოქალაქეების მიმართ. ხო და აი მოქალაქეების მიმართაც იგივე მდგომარეობაა. მაგალითად ახლა მე ვიცი რომ ახლა ლაგოდეხში არის რამდენიმე მოქალაქე რომელსაც შეუჩერეს მხოლოდ იმიტომ რომ თუმე ხოდა ერთი მაცივარი ვიღაცა ტელევიზორი აჩუქა. ჩვენი ზევარიობიძე ჩვენი იმიტომ ვთქვი რომ ეს ადამიანი ამდენი ხანია დადის ხანდის რომელ სტრუქტურას მიმართა ხან ნუ აღარ არის ლაპარაკი უკვე რომ ჩვენს ტელევიზიას მომართა რა ერთგზის მოგმართათ თქვენ პირადად როგორც ვეტერანთა ომბუდსმენს მაგრამ ეს ადამიანი სანამდე ხელახლა არ იქნება მისი შესწავლა მანამდე ვერაფერს ვერ იშუქებს. გიორგი მაგვანიშნებენ ისევ რომ ძალიან მალე გავიდა ეს მეორე ბლოკიც რეკლამის დრო არის და მოდით კიდევ ერთხელ მივმართოთ თავდაცვის სამინისტროს იმასთან დაკავშირებით რომ მიხედოს აფხაზეთის ომის ვეტერანს ნოდარ მაკრახიძეს რომელიც არის საერთოდ მიმართავ მე გამოგეკეთე ხელისუფლებას იმიტომ რომ თავდაცვის სამინისტრო ხელისუფლების ნაწილი სტრუქტურის ნაწილია ხელისუფლებამ სწორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს ვეტერანების მიმართ, რამე თუ ვეტერანის წარმოადგენს ჩვენი მოვალთაობის სახეს. ანუ მოვალმა თავმა მაგალითი უნდა იყოს ვეტერანების მიმართ, რომ თქვა რომ აი ესეთი ასე არიან დაფასებული ვეტერანები ჩემ ქვეყანაში. რომ ხვალზე ღმერთმა დაიფაროს, იმიტომ ჩვენ არის ომის მდგომარეობაში ვართ, ქართული კაცი ოდითგანვე, ახლა კი არა, ეს ლაპარაკობ კიდევ აღმაშენების დროიდან საქართველოს ყოველთვის ომის მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ თავდაცვის მდგომარეობაში ვარ, საერთოდ ძალიან ღვთისმიერი მიწა გვაქვს, უფალო მოგცა, ძალიან ბევრი მიწები რომელიც დაკარგულია, უბედურობის ეს სხვა თემა, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ რუსეთი ყოველ დღე აფართოებს და აფართოებს საოკუპაციო ზონს. რომელსაც გეტყვით, რუსეთმა ამხელა ქვეყანა, რომელსაც თავი გონია რომ არის რაღაცა სოფლიოში ერთ-ერთი თქვა წამყვანი სახელმწიფო, იმის აქვია, იმის როლი მოიგო, რა ქვია, ქართულ ზღაპარშია ძალიან კაი წყალსომარელებს დევის როლიც კი მოიგო, რომ საოკუპაციო ზონზე ზუსტად იქ ჭასთან გააკეთეს და ქვია კოშკი და დასვეს თავიანთი რუსი ოკუპანტი, რომ ქართულს გადაუკეტონ ეს წყალი. გიორგი, რეკლამაზე უნდა გავიდეთ, მივმართოთ თავდაცვის სამინისტროს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ნოდარ მაკრახიძეს, აფხაზეთის ომის ვეტერანს, რომელსაც მონახული აქვს ფართი, მას გადაეცეს ის ფართი და ერთი შუამდგომლობა საჭირო რომ თავდაცვის სამინისტრომ ერთი შუამდგომლობა უნდა გაიმეოროს ის წინა შუამდგომლობა პრეცედენტი ჩვენ ახალს არაფერს არ ვთხოვთ ანუ ის უბრალოდ გაიმეოროს
ხელახლა მიმართოთ სათანადო კონტექსტი. ჩვენ რეკლამაზე გავდივართ, მე კი ამ ბლოგში ვემშვიდობები ბატონ ნოდარს და მესამე ბლოგში ჩვენ უკანონო პატიმრის გივი ვანიშვილის თაობაზე გესაუბრებით. მალე დაგიბრუნდებით. შემდეგ ჩვენ კვლავ ეთერში ვართ და როგორც მაყურებელს შევტირდი, მინდა უკანონო პატიმარზე ვისაუბრო. ამის თაობაზე მოგმართა თქვენმა კოლეგამ კახა ბიბლიანმა და მეორე ადვოკატი არის მთვარისა კევლიშვილი, რომლებიც იცავენ გივი ვანიშვილს, 22-23 წლის ახალგაზრდა არის და მოხდა აგერ მე მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ მონიტორზე ფირი გადის იმისი ამსახველი, რომ ეს ბავშვი მართლაც უკანონოდ იქნა დაჟილი და პირველ რიგში რა თქმა უნდა დაკავებული და შემდგომ დაპატიმრებული თან ძალიან მძიმე მუხლით, რომელსაც ქვია 353 მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან პრიმა მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს პოლიციელზე თავდასხმას პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მე მინდა პატარა მოკლე კარგით შემოვიფარგლო. გივი ვანიშვილი თავის შეყვარებულთან ერთად და თავის ამ შეყვარებულის ორ მეგობარ გოგონასთან, რომლებიც თან ნათესავები აღმოჩნდნენ გივი ვანიშვილის შეყვარებულისა, იმყოფებოდა გივი ვანიშვილი ამათთან ერთად ღამის ბარში თუ კლუბში და ეს ხდება 2014 წლის 7 სექტემბერს. ღამე ისინი გამოვიდნენ იმ ბარიდან, უკვე 8 სექტემბერს რომ გადადიოდა, 8 სექტემბრის ღამეს და სადღაც ღამის 3 საათზე ისინი ტაქსით მოდიოდნენ. გივი ვანიშვილს უნდა მიეცილებინა, ბუნებრივია ეს გოგონები. იქ სხულუხიას ქუჩაზე ხდება ეს ამბები, იქ გააჩერეს ტაქსი, იმიტომ რომ ამ გოგონას რაღაც ტელეფონზე, მობილურ ტელეფონზე მოუვიდა, ვანიშვილის შეყვარებულს მობილურ ტელეფონზე მოუვიდა რაღაც შეტყობინება SMS-ის სახით. ვანიშვილმა როგორც ჩანს, ამ თავის შეყვარებულზე იეჭვიანა და უთხრა, რომ თუ ვისი იყო ეს SMS-ი, ამ გოგონამ არ მიცა ტელეფონი, ამაზე ხლა ამ ბავშვებს შორის მოხდა რაღაცა პატარა გაურკვევლობა, კინკლაობა, ხა შეყვარებული ალბათ ყველანი ყოფილვართ და ხდება ხოლმე მსგავსი რაღაცეები და ისინი ტაქსიდან ჩამოვიდნენ და გადაწყვიტეს, რომ წასულიყვნენ სახლში ჩვეულებრივად. და მოგეხსენებათ, რომ სხულუხიას ქუჩაზე მდებარეობს პოლიცია და ანუ იმ მიდამოებში ხდება ეს ყველაფერი. აგერ მაყურებელმა მინდა კადრში კარგად დაინახოს, იმიტომ რომ გარკვევით ჩანს ის მდგომარეობა და ეს კადრები ყველაფერს მეტყველებს გიორგი, რომ ეს რასაც მე მოვყვები ამ მოკლე კარგას, აბსოლუტურად ის შეთითხნილია ყველაფერი. თუ რაც დაწერა შემდგომ პოლიციელმა გოჩა ქავთარაძემ, თუ არ ვცდები, გვარი არ მინდა შემეშალოს და ხდება ასეთი რამ, რომ ამ ხმაურზე, როდესაც ეს გივი ვანიშვილი თავის მეგობარ გოგონას თავის შეყვარებულს ეკინკლავება, რომ მომეციეს ტელეფონი და ის გოგონა არ აძლევს, იმიტომ რომ არ უნდა რომ წაიკითხოს ასეთი რაღაცები. სხვა ქვეტექსტი ხო და ნახავაში. ხო, შეიძლება, არ ვიცი, ახლა მაგას არ აქვს აქ არსებითი მნიშვნელობა. ამ ხმაურზე გამოვიდა ღამის მორიგე, კონკრეტულ შემთხვევაში გოჩა ქავთარაძე, გამოვიდა გარეთ და მოუწოდა მან ამ ახალგაზრდებს სიმშვიდისაკენ და აგერ კადრში ვხედავთ, თუ როგორ მშვიდ
მშვიდად დგას პოლიციელი და არც არაფერი ახლა ეს ბავშვები დაშოშმინდნენ, წავიდნენ თავისი გზით ზემოთ სახლში ამ გივი ვანიშვილის შეყვარებულის დეიდაშვილის სახლში, მათთან ერთად ვინც იყო გოგონა და მიდიან სახლში და ეს პოლიციელი ბრუნდება უკან. ანუ მას არანაირი ისეთი რაღაცა ექსცესი ხედავთ, რომ არაფერი არ არის. უბრალოდ შემდეგ ეს გოგონა შეყვარებული ისევ ბრუნდება უკან, ეთყობა აქ კადრში როგორც ჩანს, როგორც ხდება, ესეთი ის ამ გოგონამ ეთყობა უთხრა, რომ იცი რა, მე ახლა ვეტყვი მას თავი დამანები ან ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ ის გივი ვანიშვილი არ ისვენებს. ცოტა ნასვამები იყვნენ და არ ისვენებს, რომ იმას ის SMS-ი აინტერესებს, ალბათ ეჭვიანობს, ნუ რა ვიცი მე. და ეს გოგონა შედის შენობაში, როგორც ხედავ. ღამის 3 საათი, გადაცილებით დილის 5 საათია. სწორედ პატარები არიან, აქ არის 19-20 წელი და ასე შემდეგ და შედის ეს გოგონა და გივი ვანიშვილმა რომ ვეღარ დაინახა თავისი შეყვარებული ფანჯრიდან დალანდა, იმიტომ რომ კარგად ხედავთ როგორი შენობაც არის, ეს საცხოვრებელ სახლს წააგავს და ღამის განათებაზე დიდად არ აჩანს რომ პოლიცია, მაგრამ ამ გივი ვანიშვილის შეყვარებულის დეიდაშვილმა იცის, რომ იცი ქვე ცხოვრობს ხულუხიას ქუჩაზე, რომ აქ არის პოლიცია. და მან დაინახა რომ თავისი ნათესავი შევიდა, ანუ ეს გოგონა ვანიშვილის შეყვარებული შევიდა პოლიციაში. და ამ გივიმაც მე ფანჯრიდან დაინახა რომ ის არის პოლიციაში შესული. ნუ სადღაც არის ეს გოგონა შესული. და ეს აგერ კადრში ვხედავთ როგორ შეყვება უკან, კარგა ხნის შემდეგ და ამასობაში აგერ კადრში ფიქსირდება ცოტა ხანში თუ რა ხდება, არეულობა ხდება და პოლიციელი აგერ ქამარს აძრობს, ცდილობს რომ ქამარი მოაძროს გივი ვანიშვილს, იმიტომ რომ გივი ვანიშვილმა დაინახა. მიზეზი ის არის არაფერი, უბრალოდ ეთყობა პოლიციელმა უთხრა რომ შენ აქ რას აკეთებ, არ ვიცით ახლა იქ რა ხდება, როგორ ხდება, არაფერი არ მომხდარა, იმიტომ რომ აქ ჩვენებები არის, ყველაფერი ეს შეყვარებული ამბობს რომ ის არაფერს არ ეუბნება, ეს უბრალოდ რომ მიხვდა რომ პოლიციაში შემოვიდა ეს ბიჭი უკან აპირებდა გამოსვლას, მაგრამ პოლიციელს ალბათ საქმის რაღაცა რა ვიცი დაჭერა უნდა ადამიანის თუ შეგროვება პატიმრების არ ვიცით ჩვენ და ყოველ შემთხვევაში ეს პოლიციელი უკვე გადადის ქმედებაზე, ეხლა კარგად ვიცით ქამრის მოძრობა რასაც ნიშნავს. ესე იგი ის უკვე განზრახ აკეთებს იმას, რომ ალბათ უკვე გეგმაში იყავს, რომ ეს ადამიანი უნდა დააპატიმროს. ეს ბავშვი უძალიანდება და გამოსვლის, უკან მოსდევს პოლიციელი და რაციით უდეკავს სხვებს, აგერ კადრში ყველაფერი ეს კარგად ჩანს. ანუ კადრში ვხედავთ, რომ გივი ვანიშვილი თავდასხმას არ აკეთებს პოლიციელზე. პირიქით ის უძალიანდება პოლიციელს და გამორდის და კადრში ასევე ეს ვიდეო თვალიდან არის ხო ეს აღებული ყველაფერი ჩანს კარგად რომ ეს პოლიციელი ურტყამს გივი ვანიშვილს და როგორც პოლიციელი შემდგომ ამბობს მე მხოლოდ რომ გამომეფხიზლებინა იმიტომ გავარტყი სახეში აქ სახეში გარტყმა კი არა აქ არის დარტყმა და გარტყმასა და დარტყმას შორის ძალიან დიდი სხვაობაა შემდეგ პოლიციელი იძახებს რაციით რა ვიცი მე თითქოს მართლა საშიში დამნაშავებს აკავებდნენ და აგერ ხედავთ როგორ მოდის მანქანა გადმოდიან ამდენი პოლიციელები და მისდევენ ამ გივი ვანიშვილს და ბავშვი აიყვანეს და გაუშვეს პრიმა მუხლით 353-ეს პრიმა მუხლით და გივი ვანიშვილი ამბობს რომ მან გივი ვანიშვილმა მის ფორმას მის მუნდირს შეურაცხყოფა მიაყენა ანუ გაეხადა მე ამდენი ხანია ვუყურებ უბრალოდ ამ ფირს და მე იქ იღლიაში გახეული და შემოფხრეწილი ფორმას ნამდვილად ვერ ვხედავ. უბრალოდ მართლა ბრმათა ქვეყანაში ხომ არ ცხოვრობთ არა? აქ უნდა აი ჯერ ერთი და მე ეს გოგონები ეხვეწებიან, ემუდარებიან რომ ამ ბავშვს არაფერი დაუშავებია. არავისთვის არაფერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. რატო აფუჭებენ ახალგაზრდის სიცოცხლეს? თან პრიმა მუხლით უშვებენ. ახლა 21 ოქტომბერს სასამართლო იყო და 4 წელი მიუსაჯა 4 წლის ვადით 353 მუხლის პირველი ნაწილით თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუსაჯა არ კეთდება იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან დიდი დამნაშავე ყოფილა თურმე ეს გივი ვანიშვილი
ბავშვი ამბობს იმას და სულ ყველა მოწმე ამბობს იმას, რაც ხდება თან ცალ-ცალკე. ეს ვიდახე რომ როდესაც საპროცესო აქტები ეს შემთხვევაში როდესაც ის არ არის უდანაშაულს, მაგრამ ანუ ის მიიჩნევს უდანაშაულს საკუთარ თავს. ის ამბობს იმას, რაც მე მოვყევ. გასაგებია. ხო. და ყველა აბსოლუტურად ცალ-ცალკე დაკითხული ეს გოგონები ყველა აბსოლუტურად ერთსა და იმავე სიძახის. მოსამართლე გახლავთ ბესიკ ბუგიანიშვილი. პროკურორები არიან ინგა ჯაბანიშვილი, სალომე კვირკველია, ნათია მუხიაშვილი. ეცეთ ცოტა მძიმე შედეგი ხომ არ არის აი ეს და ცოტა კი არა საკმაოდ მძიმე მუხი ხომ არ არის. ეს ეცეთ არის 22 წლის 87 წლის 3 ნოემბერს არის დაბადებული გივი ვანიშვილი. ეს ბავშვი არის ნასამართლეობის არ მქონე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, საშუალო განათლებით და ნუ რაღაცი ძალიან კარგი ადამიანი ყოფილა. ხო, ესე იგი მეორე განყოფილების ძველი თბილისის რაიონული სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელ გოჩა ხაფთარაძეს, რომელიც იმყოფებოდა ადმინისტრაციულ შენობაში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იყო ოპერატიული მორიგე, თავს დაესხა ნასვამი გივი ვანიშვილი არ ამბობს იმას, რომ ის არ იყო ნასვამი, იმიტომ რომ ისინი მოდიოდნენ ღამის ბარიდან. ბუნებრივია ახლა იქ რომ კოქტეილებია და ასე შემდეგ. ისინი ნასვამები იქნებოდნენ არა მარტო გივი ვანიშვილი, არამედ ის გოგონებიც, მაგრამ ეს მათი ნასვამობა არ უშლიდა ხელს იმას, რომ თქვათ, ეს ადამიანი დაეჭირათ. ანუ ფირი ამტკიცებს სხვას და აი აქ განაჩენი არის სულ სხვა. მინდა გითხრა გიორგი, რომ 21 ოქტომბერს ჩანიშნული არის გამწესრიგებელი სხდომა სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს აბსოლუტურად ეს ყველა ადვოკატებმა ეს სარჩელი და ნახოთ რა იქნება იმედი არის რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს და არ მოახდენს ისე როგორც ხდებოდა ადრე რომ სააპელაციო სასამართლო აკანონებდა ბეჭედს უსვამდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. მოდი ვთქვათ რომ სასამართლოს სამწუხაროდ წინახელისუფლების პრეზიდენტის აღიარებდა ნამდვილად ესე იყო ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდა, რომელიც ფაქტობრივად არათუ თქვათ ფაქტსაც კი არ ამოწმებდა, როგორც ნოტარიუსი ამოწმებს ფაქტს. უბრალოდ ეს იყო ის, რომ პროკურორის მიერ ნებისმიერი შუამდგომლობა თუნდაც ეს იყო რაღაცა შეუსაბამო ფაქტობრივ გარემოებასთან მას იღებდა როგორც აპრიორს და ის რა თქმა უნდა მასზე შესაბამის გადაწყვეტილებას იღებდა. დღეს მოიწყოთ ეს ფორმა არის შესვლილი გარკვეულწილად ისევე როგორც სისტემური ხასიათი არა ციხეებში და საპატრიოტებში პატიმრებად ცემას წამებად და არადამი მოყოლობას სისტემური ხასიათი აღარ აქვს არის კონკრეტული შემთხვევები რა თქმა უნდა ამას არავინ არ მოყოლს თოდეში გუშინ მქონდა მე შეხვედრა საჯარიმოების მინისტრთან ბატონ კახაშვილთან და რომ იმას განაცხადა ასევე სხვათა შორის რომ აი ეს და გეთახმება პროგრამის სისტემური ხასიათი აღარ აქვს ასეთი მიდგომებს, მაგრამ ისე ვთქვია კონკრეტული ცალკეული შემთხვევების სამწუხაროდ არსებობს, რომელიც რა თქმა უნდა ყველამ უნდა ერთად ვიზრუნოთ, რომ ესეც გამოვანებოთ. ასეთი შემთხვევა მოდი ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში მე მიგვიეს, როდესაც დღევანდელ პერიოდში არ იქნა გათვალისწინებული თუნდაც ამ მოსამართლის მიერ ამ პიროვნების თქვა დახასიათება, მისი დავანებოთ ყველაფერს თავი, იმის რომ თქვა დანაშაული ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა, ეს არის რა თქმა უნდა სასამართლოს განსხვავებული და კეთებულების ის რა ვთქვათ ადვოკატმა შესაბამისი მტკიცებულება უნდა წარადგინოს. მე ვადება კითხვა რა თქმა უნდა თქვენად მითქვეთ თუ ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა ამ პიროვნების თქვათ აი დარტყმის პოლიციამ დაარღვა ხო ის როგორც აფხიზებდა ვითომ აი თუ ჩატარდა მის მიმართ შეფერილი ექსპერტიზა ეს არის თავარი იმიტომ ეს ექსპერტიზა დაადგენდა რომ ნამდვილად ეს არის დარტყმის შედეგი თუ არის კადრში აგერ კარგად პოლიცია რომ მოყვავს არა მაინც ხა პოლიციის კადრი გასაგებია მაგრამ დოკუმენტებზეა საუბარი თუმცა სამართლო მე ამდენი არ ვიცი გიორგი მეორე ამის საუბარზე ჩვენ ვძანეთ რომ ისა ქვია პოლიცია ედავება მას რომ თითქოს მან თავისი თქვათ ემოცია
პოლიციის და მოქმედებით შემოახია თქვა რაღაცა იღია თუ არის ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზა სასამართლოზე იქნა წარდგენილი მაისური ადვოკატი ამას უარყოფს და არც კადრში არ აჭავს მაგრამ სასამართლოზე შეიძლება წარადგინონ ნებისმიერ არა არ ჩატარებულა ექსპერტიზა ეს არის მთავარი ანუ მაშინ ბრალდების მხარე მაგრამ სასამართლოზე ნივთმტკიცებად იქნა მაისური მიტანილი დიახ მე ვესწრებ თქვენი პოზიცია მაგრამ მე ხარ როგორც იურიდი გეუბნებთ კი ბატონო ყველა მტკიცებულება არის შესასწავლი ყველა მტკიცებულებას წინასწარ გამიზიდვია მტკიცებითი ძალა არ აქვს სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას რამდენად შეაფასებს მის მტკიცებულ მხარეს ანუ თუ ნებისმიერ მხარეს შეუძლია თქვა ბრალდების მხარეს წარმოადგინოს სიტყვაზე რაღაცა მტკიცებულების სახით რაღაცა ნივთი, მაგრამ თუ ის არ არის დადასტურებული, ეს ვის ეკუთვნის, რამდენი მისია წარმომავლობა, რამდენად არის თქვათ აი ამ პირის მხრიდან თქვა თუ ის შეეხებოდა მის თქვათ რაღაც ნივთს, აუცილებლად იქნებოდა მისი ბოჭკოები გადასული, ანუ რაღაც ნაწილაკები, რომელიც ექსპერტად დაადგენდა ხა. ვინმე წავიდა და გახიოს და დაუწოს მტკიცება და თქვას რომ დააბრუნოს. აი აბსოლუტურად გეთანხმები. ამიტომ ეს არის შესაძლებელი. ეხლა მეორე საკითხი კიდე ამ ჩვენებები ამ გოგონების როგორ იყო თავიდან ეს ჩვენებები რამდენად ეხლა მე მოდი თქვათ რომ ეხლა პოლიციელი ეხლა ჩვენ გვაქვს ესეთი რაღაც რომ აბრალებს ყველაფერს პოლიციელს რომ პოლიციები ბრალდია გასაგებია რომ პოლიციები მე რამეს ცოდავენ ბევრს თავშია გავარდნილი თავის პოლიციელობა სხვათა შორის ამას გარკვეულწილად ხელისუფლებას იძახით აი პოლიციელს თქვათ მისი მუნდირი უნდა დაიცვას და მე შეთანხმები ყველას მუნდირი უნდა დავიცვათ როგორც სამხედრო პირის ისე პოლიციის მაგრამ ისიც ღირსეული პოლიციის მუნდირის პატარებელი უნდა იყოს ამაშია საქმე პირველი ჩვენებები როგორია მოგონები აბსოლუტურად ჩვენებები ერთი და იგივეა თავიდან როგორი ჩვენებებია თავიდან ხანახა მე არა გივის საწინააღმდეგო არ არის მაშინ ისმის კითხვა რა შეა საქმე რეალურად აქ არის ორი საკითხი აი ზუსტად ეს მაინტერესებს ერთი რაღაცა ბოლომდე თქვენ საქმისკურში არ ხართ იმიტომ რომ ხარ სასამართლო არ არის ის ძველი სასამართლო რომელიც აი ერთი ხეით მოსვით მიიღებდა გადაწყვეტილებებს იმიტომ დღეს უკვე სხვა მდგომაა დღეს სასამართლოს თავმჯდომარე არის ქაბატონი ნინო გვენეტაძე და არის ახალი იუსტიციის საბჭო ცოტა უფრო ადრე ხდებოდა ნინო გვენეტაძის დანიშნულება არა გუშინ ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა იმის მერე გარკვეულწილად ლიბერალიზმი განვითარდა სასამართლოში და შესუსტყა მე როგორც ადვოკატი მე მქონია შემთხვევები მე მოდი მე კიდე როგორც ჟურნალისტი გეტყვი სასამართლოში ბევრი არაფერი არა ამ კუთხით შეიცვალა რომ ეხლა იმის რო კი არის სნიკერსის მოპარვისათვის 15 წლის ბავშვს 10 წელს პატრონობას აღარ აძლევს მაგრამ დღეს ისევის მიდგომა არის რომ პატიმრებს აგროვებენ ალბათ სტანდარტების გამო. ხო, არ ვიცი ხარ ის აგროვებენ, მაგრამ ეს სხვა თემა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქ არის ძალიან შესაძლებელი, ძალიან ბუნებრივია ჩემთვის. მე ვფიქრობ რომ შესაძლებელია რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ეს ყველაფერი არ არის თქვა წარმოდგენილი შესაბამისი ბრალდების მხრიდან არის უკანონო პატიმარი და მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის ძალიან დიდი კითხვის ქვეშ. მე საგეთქვით არის ასეთი კატეგორიის პატიმრების სამწუხარო რომელიც საქმეს აი ესეთი კატეგორიის ადამიანები თხოვენ ზუსტად იმ კომისიის მიერ ამ საქმის გადასინჯვას რომელსაც თავს მისცემენ უკანონო პატიმრობას ამაზე ვთქვი მე არა მნიშვნელობა ახლა დაკავებულია 2012 წლის მერე თუ დაკავებულია 2012-მდე ყველა აქვს თავისუფლება თავი მიიცემს უდანაშაულო პატიმრობას და აქედან გამომდინარე ეს კომისია მას ქონდა უნდა შეისწავლოს ახლა მე მიმართავ სასამართლოს და ალბათ პრიანი იქნება რომ რეალურად შეისწავლოს რომ აქ ახალგაზრდის ბედთან გვაქვს ჩვენ საქმე ეს ახალგაზრდის ბედი მომავალი ცხოვრება არის თითოეული ჩვენთაგანი და თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი რადგან ისინი წარმოადგენენ მომავალ თაობას ამაშია საქმე ზუსტად ანუ დადესესიტიური თემა ეს მოდი ვთქვათ რომ ახალგაზრდა მე ახლა შეწყალება ყოველთვის და ჰუმანურობა ყოველთვის ბადებს ჰუმანურობას ხო ეს ფაქტია ხო ამიტომ ხელისუფლებაც იქნება თუ ვთქვათ სამართლებრივი ორგანო თუ სასამართლო თუ პროკურორა ამ შემთხვევაში ჩვენ ახლა შემოვიდა საქართველოში მოგეხსენებათ არასრულოვანთა თქვათ კოდექსი შეიცვალა მოდი ვთქვათ რაღაცა მიდგომები იწვება არასრულოვანების მიმართ და ამ შემთხვევაში მოდი ეს გარკვეულწილად ახალგაზრდა რომელსაც 23-24 წლის ასაკშია შეცდომა მოსდის ადამიანს ახლა მოდი უშეცდომოდ αრავინ არ არის ხო მაგრამ მას მიტევება ჭირდება ბუნებრივია და არ იყო აქ ესეთი საგანგაშო მდგომარეობა
კომუნისტები როგორც ცუდი არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა ვაგინოთ ჩვენ კომუნისტები გარკვეულწილად რაღაცა ადამიანური მომენტი რა თქმა უნდა მას ხოდა ესეთი რაღაცა რომ თუ 23-24 წლის ბავშვი დააშევდა ეს შეცდომა თქვა არასოდეს და აღრიცხვაზე აყავდათ მას ან მე თქვა გარკვეულწილად რაღაცა პირდაპირ ციხეში არ უკრავდნენ თავს ქონდათ გამოსასწორებელი რაღაცა ინტერნატი თვალსწინი ანუ რაღაცა ქონდა დღეს ეს მიდგომა კარგულწილად შემოგვიშვება ხა ყველანი მონუმენტური აღარ არის ქვეყანაში მაგრამ ასეთი კონკრეტული შემთხვევები როცა არის რა თქმა უნდა მეტი ყურადღება ჭირდება საბადოთმოქმედო და კონკრეტული მოსამართლის იმიტომ იმასაც ხო შვილი ყავს სახში და უნდა გაიაზროთ რომ აი ისიც მის ადგილზე მისი შვილი რომ იყოს თქვა რა გადაწყვეტილებას მიიღოს მე არ ვლაპარაკობ ახალისებას თქო დანაშაული წავახალისებს ნებისმიერი კუთხით გინდა ეს ახალგაზრდა ჩაიდიდეს გინდა თქო ხაშის არა ყველაფერს თავის შეფასება მიეცეს მაგრამ უნდა იყოს გათვალისწინებული რა თქმა უნდა ბუნებრივია და გიორგი მე ეთხოვნა მექნება რომ ჩვენს გადაცემაში უფლებადამცველი საათში შემდეგ კვირას მოვიწვიოთ ამ საქმის ადვოკატები ბატონი კახა ბიბლიანი და მათ როგორც ადვოკატებმა რა თქმა უნდა მათ აუცილებლად ჩვენ სადა პროფესიონალი ადვოკატები ყავს საქართველოში ყავს და პროფესიონალი კორპუსი მე როგორც ადვოკატ ასოციაციის აღმასრულებელი მინდა გითხრათ რომ აბსოლუტურად თითოეული ადვოკატი მოტივირებულია უბრალოდ რაღაცა საკუთრებში არა მოტივირებულია თითოეული თავის დაწესების ყოფილი პირის მიმართ აბსოლუტურად ყველა საქმის შესწავლის შემდეგ წარაგებს შუამდგომლობას მოტივირებული პოზიცია გასაგები აქ არის აი მე რაღაცა ჩვენ არ ვიცი ანუ რაღაცა ბოლომდე არ არის წარმოდგენილი და ვფიქრო რომ აბა თუ იქნება იმის საშუალება რომ თქვა უფრო მეტად ჩვენ იქიდან გამოვიდეთ დასკვნით კი ბატონო და აი ამიტომ ბატონ კახასა და ქალბატონ თვარისას ადვოკატებს გივი ვანიშვილისას ვთხოვთ შემდეგ კვირას უფლებადამცველი საათში გვეწვიონ და ერთ ბლოკში ერთ ბლოკს დავუთხოვთ იმიტომ რომ კი ბატონო და 21 ოქტომბერს არის კიდევ ვიმეორებ სააპელაციო სასამართლო ჩანიშნული სხდომა უბრალოდ ჩანიშნული სააპელაციო სასამართლოში წარმატებები მინდა და გამარჯვებები მინდა ვუსურვო გივი ვანიშვილს მის ადვოკატებს და სულ მალე ეს ახალგაზრდა ვაჟი გამოსულიყო აი ამ უკანონო პატიმრობიდან მე ვფიქრობ რომ მართლა უკანონო პატიმრობაა ყოველ შემთხვევაში ფირები ამას გვიჩვენებენ მოდით გიორგი გადავიდეთ სხვა თემაზე რომელსაც ქვია გაზპრომის საკითხი დღეს ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგებართ აი ამ აირთან ბუნებრივ აირთან დაკავშირებით წერია ჩვენ თუნდაც მარტო ის ელემენტარული სავეგოთ რომ ქვითრები მოგდის გადასახადი მოგდის ყაზტრანსგაზიდან მაგრამ ამ დროს აღმოჩნდა რომ ყაზტრანსგაზის კუთვნილება აღარ არის გაზი რომელიც ბუნებრივი აირი რომელიც მოგვეწოდება საქართველოში ყოველ შემთხვევაში ვისია ვის ხელში არის ვინ შეისყიდა აი მოდით აი ამაზე ვისაუბროთ ეს არის ძალიან რთული თემა იმიტომ რომ გაზი როგორც ელექტრონული რესურსები ისე ბუნებრივი აირი და ასე შემდეგ ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პოზიცია ხელისუფლებაზე არა საქართველოს ანუ ჩვენ თუ ვაღიარებთ და ჩვენ ვამბობთ და ფაქტია სახელმწიფო არასაიმედო მოკავშირე არის რუსეთი, ამასთან ერთად არ არის კეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ და ეს არაერთხელ დადასტურდა მისი ქმედებიდან გამომდინარე, მისი დამიჯებიდან, დღევანდელი დამიჯებიდანაც თუნდაც. იმის მერე ხო თუ მისას აკაშის საბრალია ყველაფერს გასაგებია რომ მისას აკაშის შეცდომა დაუშვა, მათ მიმართ კი არა, ისევ საქართველოს ხალხის მიმართ. დღეს ხო აღარ არის შესაძლებელი. რატომ იწევა ეს ქვია საოკუპაციო ზონი რაშია საქმე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი კითხვები არსებობს. თუმცა მოდი თქვათ რომ რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა ის შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. ეს არის სამაჩაბლო და სხვათა შორის მე გავაკეთე განცხადება კიდევ ამბობ რომ ჩვენმა ხელისუფლების წევრებმაც, საზოგადოების მოღვაწეებმაც, ექსპერტებმაც ყველა მეცნიერად უნდა ისწავლონ. სწორად შევაფასოთ და სწორი ტერმინოლოგია გამოვიყენოთ რომ სამხრეთ ოსეთი არ არსებობს და ესეთი ბუნებაში არ არის არსებობს სამაჩაბლო ან ცხინვალის რეგიონი. სხვა გამორიცხულია. ხო, ეხლა რაც შეეხება გაზთან დაკავშირებით
მოდი ვთქვათ, რომ ჩვენ გვყავს საიმედო პარტნიორი აზერბაიჯანი, რომელიც ძალიან შედარებით დაბალ ფასებში იღებს საქართველოს ამ ბანკას და სხვადასხვა ბანკების მეტი არაფერი საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ ხალხს. დღეს რუსულ საქართველოს ბაზარში შემოსვლა გაზპრომის ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს. ეს იყო ზუსტად რუსეთის პოლიტიკის პოზიცია, ეს იყო რუსეთის პოლიტიკა, რა შეესაბამება. ეხლა რა ხდება, ვერ გავიგე. თუ პირდაპირ შეგვიერთეს ბატონო რუსეთს, გითხრათ ეს მაინც დაგვაგებინა საქართველოს ხელისუფლება, აი ბატონო ყველაფერზე, ანუ რუსეთის ეკონომიკა შემოდის, რუსეთის თქვათ, ბერკეტები ძლავდება საქართველოში, მისაკია ეკონომიური, თუ რა ხდება, რა შეესაბამება. ანუ მე ვფიქრობ, რომ გაზპრომის შემოსვლა საქართველოში ისეთი დადებით შედეგებს არ მოუტანს ქვეყანას, იმიტომ ეს არის მანიპულირების საშუალება რუსეთისათვის. ჩვენ გვახსოვს როგორ ვთქვათ გადაკეტა მან ვთქვათ თავის დროზე ეს გაზი და როგორ ვთქვათ ბლოკადაში მოგვაქცია. ანუ ყველა საშუალება თუ მივეცით ჩვენ რუსეთს, მაშინ რა შეესაბამება. და რას ფიქრობს ენერგეტიკის მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ამასთან დაკავშირებით, გვპირდება რომ სულ მოკლე ხანში გაზი გაიაფდება, ელექტროენერგია გაიაფდება, აღერველოდებით გაიაფება, ისევ დადგა ბუნებრივი აირის თაობაზე საქართველოს. ფაქტი ერთია გამომკვეთი რომ ქვეყანას უნდა ქონდეს თავისი რესურსები თვითონ ქვეყანა უნდა მართოს, ანუ ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს ბევრი ობიექტების, მოდი ვთქვათ, რომელიც ქართულ ხალხს და საქართველოს ეკუთვნის. ასევე მოდი ვთქვათ, რომ იგივეა რესურსებია გასარეკუთვნის, მაგრამ ქართული ბორჯომი. რატომ უნდა ქონდეს ვიღაცის ხელში, მე არ მესმის ვისია. როცა ის ქართველისა და საქართველოს წიაღისეულის ასე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წიაღისეული თქვათ სტრატეგიული ობიექტი, რომელიც საქართველოს ფაქტურად კაპიკებში ვიღაცის თქვათ გადასცა, რატომ ისცა, ვის ტენდერში, რა შეესაბამება და რატომ იყიდება საერთოდ საქართველოს. მე Facebook-ში ნახე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალა, ეს მე არ მომიძიებია, უბრალოდ ნახე და პეკატებში დავბეჭდე იმ სტრატეგიული ობიექტების თაობაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ, ნაციონალურმა ხელისუფლებამ გაასხვისა. გიორგი, გვანიშნებენ, რომ ჩვენ დაგვისრულდა ეთერი, ჩვენ ბევრი ქონდა სალაპარაკო, მაგრამ არა, გასაგებია, რომ ნაციონალურ მოძრაობამ გაგვისხვისა, მაგრამ არ უნდა გააგრძელოს ამ ხელისუფლებას მისი გასხვისება. რა თქმა უნდა. გასხვისების გაგრძელება უნდა მიმდინარეობდეს. რა თქმა უნდა. და წერტილად დაისვას ყველაფერს. და უფრო მეცაც გეტყვით. თუ ნაციონალიზაციის საკითხს გადახედავენ, რომ გარკვეული ობიექტების ნაციონალიზაცია მოხდეს, გარკვეულწილად ხელფასები შეიმჩნიონ, კოლოსალური ისაქია დანამატები შეიმჩნიონ ბატონო ამ ხელისუფლების წარმომადგენლება და ამაზე ვფიქრობ, რომ უკეთესად და ეს დაბიჯები გადადგა. გიორგი, დიდი მადლობა დღევანდელი ეთერისთვის, ძალიან მალე გავიდა დრო. მე მაყურებელს დავემშვიდობები და კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას ბურუსით მოცული ლელობის დიახ, მოკლედ ტრაგედიის დღეა, საქართველოს ტრაგედიის დღეა. თუმცა მეწევან მაყურებელს მივულოცე ეს დღე, იმიტომ რომ მერაბი ცოცხალია. ზვიადი ცოცხალი, მათ სული ცოცხალია და საერთოდ ეროვნული თვითშეგნება ცოცხალია. სანამ იქნება საქართველო, მანამ იქნება მათი სახელები ცოცხალი. მე ასევე ჩვენს მაყურებელს ვილოცავ ხვალინდელ დღეს, ეს არის 14 ოქტომბერი მცხეთობა. ჩვენთვის ულამაზესი დღე, ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა გვიძლიერეს საქართველო და მე მინდა აქვე 16 ოქტომბერი დაბადების დღე 13 წლის ხდება ჩემი სიყრმიშვილიშვილი ქეთევან ბებიავა და მინდა რომ ეთერიდან მივულოცო მას და აქვე ვთქვა მოგძანდით რუსთავ ქალაქში ჩვენს ეთერში ჩვენ ამისათვის საკმაოდ კარგი პირობები გვაქვს რომ სერიოზული ეთერები წავიყვანოთ სერიოზული სტუდიებიდან მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ბატონი გიორგი თევზაძე, ქეთევან სესიაშვილი, წამოწდა ქეთი სესიაშვილი ვარ ჟურნალისტიკაში, უფლება დამცველი საათი PK TV-ს სამშაბათის ეთერში.